მოგესალმებით ჰოროსკოპი ჯის მენელს მაყურებელს მე ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი დღეს წარმოგიდგენთ უახლოესი ერთი კვირის ზოგად ასტროლოგიურ პროგნოზს საუბარია 7-13 აპრილის შუალედში მიმდინარე ასტროლოგიურ პროგნოზზე უპირველეს ყოვლისა საუბრობთ რომ დედამიწა ისევ შედის დადებით ენერგოველში რაც უდაოდ კარგია იმიტომ რომ ეს გამოჩვენებს ჯანმრთელობას გამოჩვენებს გონებაგანწყობას ხელს შეუწყობს დაუშვათ ზრდას ურთიერთგაგების ადამიანებს შორის იდეების რეალიზაციას და სასაცილო ცვლილებებს ამასთან ერთად მევცეთ ყურადღება რომ სწორედ 7-ში ორშაბათ 7 აპრილს პლანეტა მერკური რომელიც სამი კვირა იყო უკუმავალი და ხელს უშლიდა ახალი იდეების რეალიზაციას სათანადო კომუნიკაციას და შემდგომ ეხლა ხდება სწორედ უკვე დირექტული, ანუ სწორად მავალი, რაც ნიშნავს იმას, რომ სწორედ უკვე ორშაბათიდან შესაძლებელი იქნება მეტად იდეების თანდათან და მეტად იდეების რეალიზაცია, კომუნიკაციის დამყარება, საჭირო ინფორმაციის მიღება, ტექნიკაც უკეთესად იმუშავებს, საცობები ნელ-ნელა შემცირდება და იქნება სხვა სასიკეთო ცვლილებები, რომელიც ხელს შეუწყობს თქვენს წინსვლას, იდეების რეალიზაციას, მეტ ურთიერთგაგებას და სხვა სასიკეთო ცვლილებებს. ამავდროულად ხოჩვის კვირის ბოლოს უკვე კვირას პლანეტა ვენერა რომელიც აქამდე ასევე იყო უკუმავალი გახდება ასევე სწორად მავალი რაც ხელს შეუწყობს ასევე უკვე შემდეგი კვირიდან სასკوارულ ურთიერთობების უფრო მეტად დალაგება გაუმჯობესებას და კიდევ 13 რიცხვი ანუ შემდეგ კვირა დღე ასევე ითხოვს ყურადღებას რა კუთხით აქ ჩვენ გვაქვს სავსე მთვარეობა ანუ სავსე მთვარეობა ეს არის მზის და მთვარის დაპირისპირებების საკმაოდ რთული ენერგიების დღე ამიტომ აქ კონფლიქტების აგრესიის ასე ვთქვათ ტრავმების ავარიების თუნებების შეცდომების ჯანმრთელობის გაუარესების ტენდენციები უდაოდ იქნება მაღალი ამიტომ მაქსიმალურად ვიყოთ ყურადღებით არავითარი კონფლიქტები არავითარ საქმეთა გარჩევები ჯანმრთელობა ცოტა მეტი ყურადღება და ვეცადოთ რომ აი კვირა დღე გავიაროთ 7 და წყნარად პოზიტიური ენერგიით მეტი იუმორით ხელოვნებასთან ურთიერთობებით სასიამოვნებით და არა კონფლიქტებით საქმეთა გარჩევით და სხვა ასე ვთქვათ ცუდი საქმეებით და სიტყვებით გავიაროთ ხილად ეს პერიოდი როცა ეს კოსმური გამოცდა კარგად ჩავაბაროთ რა შეეხება ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს რადგან დედამიწაც პოზიტიურ ენერგოველში ამიტომ ბევრი საკმაოდ კარგი შესაძლებლობები აქვს მათ შორის საქმიანი კუთხით და მთავარი ფავორიტი რას უკვე არის ვერძი ეხლა მზე გადის ვერძი ზოდიაქოს ნიშანს ამიტომ ყველაზე კარგი შანსები წარმატების აქვს უდაოდ ამ ნიშანს სხვათა შორის დაწყებული იმიტომ რომ შეიძლება გარეგნული იმიჯით შეიცვალოთ და საერთოდ ვარსკვლავობა შეიცვალოთ საერთოდ ბევრი რამე ცვლილებები შემოიტანოთ თქვენს ცხოვრებაში დაწყებული ურთულესი იდეების რეალიზაციით ეს ის პერიოდი რომ მსუბისას შესაძლებლობები წარმატებისა ძალიან მაღალი გაქვთ ყველა დონეზე იდეების რეალიზაცია მგზავრობა მოგზაურობა საინტერესო ადამიანების გაცნობა ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება კარგული წინსვლა ბევრი სასკეთო ტენდენციები აქ არის უდაოდ თავარია რა არ აღმოჩნდეთ ზედმეტ ილუზიებში იმიტომ რომ მე რეალობამ შეიძლება ამოგაგდოთ კალაპოტიდან ამიტომ ზედმეტ ფანტაზიებს თავი დაანებოთ და აი რეალურად შეხედეთ ყველა სახის ადამიანებს ყველა სახის მოვლენებს და ასე შემდგომ ანუ მიწაზე დადექით კარგად მოდი ესე ვთქვათ რათა აქ შეცდომები არ დავუშვათ და აუნიშნოთ რომ ეს ის პერიოდი რომ მსვლელობისას თქვენ გეძლევათ საშუალება რომ ძალიან საინტერესო ადამიანები გაიცნოთ ეს კი ხელს შეუწყობს ახალ მათ შორის ბიზნეს პარტნიორულ თანამშრომლობას და სხვა სასიკეთო ცვლილებებს ერთ სიტყვით თქვენი დროა იმოქმედეთ და იაქტიურეთ ეს კარგია თქვენთვის 11 აპრილის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 9 აპრილის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც რაც შეეხება კუროს ზოდიაქოს ნიშნავადებლებს აღნიშნოთ რომ ეს პერიოდი საკმაოდ რთულია ცოტა საყურადღებოა რატომ იმიტომ რომ შეიძლება წესსარგანოსაზღველი ფინანსური დანახარჯების ან დანაკარგების შეიძლება წინაშე აღმოჩნდეთ ამიტომ არავითარი კაპიტალ დაბანდებები არავითარი ზედმეტი საღიდლები გახსოვდეთ რომ აქ ფარუმტრებს არძინებთ ჭორები ინტრიგები თქვენ საწინააღმდეგოდ მოქმედებენ ამიტომ ენასკველი დააჭირეთ საიდუმლო დაიცავით აკონტროლეთ რა ხდება თქვენ ზურს უკან მაქსიმალურად გაუფრთხილდით ჯანმრთელობას რომ აქ ჯანმრთელობას არ შეექმნას პრობლემები იმიტომ რომ იმუნიტეტი არის ყველაზე დაბალი წლის განმავლობაში და ამიტომ მიაქცეთ ყურადღება რომ აქ ამ კუთხითაც არ შეექმნას რაღაცა პრობლემა ერთი სიტყვით ვეცადოთ რომ რაც შეიძლება ფრთხილად წინდახედულად გავიაროთ ეს რთული თქვენთვის პერიოდი რათა შეცდომები არ დაუშვათ კონფლიქტებში არ აღმოჩნდეთ და სხვა სახის სირთულეები არ წარმოიქმნას ყოველდღიური საქმეებით შემოვიფარგლეთ ან ძველი საქმე დაასრულეთ ან ცოტა მეტად დაასვენეთ საკუთარი თავი ყველას კარგია თქვენთვის 10 აპრილის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგათ 13 აპრილის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს ნიშნავადებლებს პერიოდი საინტერესოა უდაოდ ენერგია ბევრია კამნიშანს აქტიურია კომუნიკაბილურია
ძალიან გონება מחვილია, მოდი ასე ვთქვათ, შეგვიძლია ძალიან კარგი თქვენი შინაგანი თვისებები გამოავლინოთ. და ყოველთვის ზაფხულში ხართ სხვათა დახმარებისათვის. კეთილშობილება ძალიან მაღალ დონეზეა, ოპტიმიზმი, ენთუზიაზმი მათულობს. ნებისმიერი კონფლიქტური სიტუაცია შეიძლება ადვილად გადაწყდეს. აქ შეიძლება ცოდნის მისაღება და საინტერესო ინფორმაციის მისაღება ძალიან კარგი შესაძლებლობები იყოს. და ეს ის პერიოდი, რომლისთვისაც თქვენ შეგვიძლია ძალიან ეფექტური მოქმედება, საჭირო კავშირების სათანადოდ გამოყენება, საჭირო ადამიანების პოვნაც კი ისაც ეს საჭირო იქნება. მატერიალურ მდგომარეობას შეიძლება გაუმჯობესოთ ამ პერიოდში. არაერთი თქვენი იდეა გეგმის რეალიზაცია შეიძლება მოხდეს, რაც შეიძლება მეტი კონტაქტი გქონდეთ ინტერნეტთან. აქედან მოამნიშნული ინფორმაცია, მეგობრული კონტაქტები იქნება ძალიან საინტერესო და ასევე მნიშვნელოვანი. აქ უფრო მეტად გზნობთ, რომ ხართ თავისუფალი და ეს თავისუფლება გაძლევთ საშუალებას სპონტანური იმპროვიზაციისა და ორიგინალური თქვენი იდეების რეალიზაციისა. ეს კარგია თქვენთვის 8 და 12 აპრილის დღეები და ეს რიცხვები და ვარგა 10 აპრილის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება კერჩხების ზოდიაქოს ნიშნულობებს, მოიტანხმოთ, რომ ენერგოტონუსი თქვენი დაბალია. ამიტომ ამას შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, თუ არ დაასვენეთ ჯანმრთელობა და გადაიღალეთ. შესაბამისად შეიძლება დაუშვათ ამის შედეგად გარკვეული გულაცრუება შეიძლება, უმადურობასაც შეიძლება შეეჯახოთ სხვათა მხრიდან. ამას შეიძლება გამოიწვიოს სწორედ ეს გულაცრუება. დაუშვათ ისიც, რომ ეს ის პერიოდი, რომლისთვისაც საკუთარ თავზე ზედმეცნო აიღებთ. ანუ ნუ გადაიღლებით ვიმეორებ, თორე ამის შედეგად შესაბამისად დაუშვებთ და ორგანიზმსაც პრობლემებს შეუქმნით. ამასთან ერთად ენას ყველი დააჭერეთ, საიდუმლო დაიცავთ, ეცეთ მაქსიმალურად შეინარჩუნოთ დიპლომატიურად იმოქმედოთ კოლეგებთან და ხელმძღვანელ პირებთან, რათა აქ რაიმე სახის პრობლემები არ შეგექმნათ. დაუშვათ ისიც, რომ პასუხისმგებლობის გზნობა ამოძრავად მაღალი გაქვთ, მაგრამ ეს ისე უნდა შევხამოთ, რომ თან არ გადაიღალოთ და თან, ასე ვთქვათ, ამ გადაღლის ფონზე საქმე არ გააფუჭოთ, თუმცა რაც საჭიროა, ის ყველაფერი შეასრულოთ. Ყველას კარგია თქვენთვის 9 აპრილის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 12 აპრილის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. ნუ 13 წელს რო ფრთხილად უნდა გაიაროთ, ანუ სავსე მთვარეობა ეს უკვე იცით. რაც შეეხება ლომის ზოდიაქოს ნიშნის რაოდენობას, ენერგოტონუსი მაღალია ეს ნიშანი. აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია, მებრძოლის სულისკვეთების მატარებელია, ლიდერია, ხელმძღვანელია, შეუძლია ინიციატივის საკუთარ თავზე აღება. ანუ მოდი ეს თქვათ, რომ საკმაოდ ეფექტურად მოქმედებს. ეს ნიშანი ამ პერიოდში ოპტიმიზმიც მათულობს, აქ შეუძლია ძველი საქმეების დასრულება, ან თუ რაღაც ურთიერთობები, რომელიც ამოწურეს საკუთარ თავი, ამასაც დაასრულებს, ვალებსაც გაისტუმრებს, არაერთ საქმეს გადაწყვეტავს ეს ნიშანი. ახლა ძალიან კარგი პერიოდია, უფრო მეტიც ეს ის პერიოდი, რომელსაც ცოტა მეტი ყურადღება საჭირო განსაკუთრებით კვირის მეორე ნახევარში, იმიტომ რომ აქ შეიძლება სხვათა პრობლემებში აღმოჩნდეთ ჩართული, რის შედეგად საკუთარ საქმეებს და პრობლემებისთვის უფრო არ გეცლებათ. აი ამ კუთხით ვიღოთ ცოტა ყურადღებით, მაგრამ თლიანობაში პერიოდი კარგია, მათ შორის ხელსკობს იგი მგზავრობას, მოგზაურობას, უცხოელებთან აქტიურ კონტაქტებს, მათთან პარტნიორულ ნაყოფიერ თანამშრომლობას, უცხოეთში სწავლა, მივლინება იქნება ფრედ ეფექტური და წარმატებული. ყველას კარგია თქვენთვის 7 და 12 აპრილის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა 9 აპრილის დღე, ეს რიცხვის და 13 წელს ცოტა ფრთხილად უნდა გაიაროთ, ესეც იცით. ქალწულის ზოდიაქოს რაც შეეხება, მოდი ამშვათ, რომ ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობას გავფრთხილდით, ნუ გადაიღლებით. ამ შემთხვევაში შეიძლება ნევროზულობას ვერაცდეთ, შესაძლოა დაუშვათ, ან ქრონიკულმა დაავადებებმა მეტად იჩინონ თავი და ასე შემდგომ. აქ პარტნიორთან დახმარება, მხარდაჭერა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი თქვენთვის და აქედან გამომდინარე არასტაბილურობა საქმეებში, ზოგიერთი გეგმების შეცვლა, შეიძლება ამის წინაშეც აღმოჩნდეთ ფარულ მტრებს აქ არ ძინავთ, გახსოვდეთ, ამიტომ აკონტროლეთ რა ხდება ზურგს უკან ენასკველი დააჭერეთ, საიდუმლო დაიცავით, ნუ ილაპარაკებთ თქვენი გეგმების და დაუშვათ სურვილების შესახებ და გავფრთხილდით ცოტა მეტად საკუთარ ჯანმრთელობას, რათა ეს პრობლემები მაშინ მეტნაკლებად სტაბილურად გაიაროთ. ყოველ შემთხვევაში ახალი იდეები, ახალი მეთოდოლოგიების ძებნისთვის ან დასახვისთვის ახალი იდეების ეს პერიოდი ამ კუთხით კი კარგია. თუმცა ზოგჯერ მოგიხდებათ ესეთ რუტინული საქმის შესრულებაც. კარგია თქვენთვის 10 აპრილის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 8 და 12 აპრილის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება ახლა უკვე სასწორი ზოდიაქოს ნიშნით დაავადებებს, ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, კი ბატონო, ეს ნიშანი აქტიური, ენერგიული, კონტაქტური, კომუნიკაბელურია, კი ბატონო. პარტნიორული ურთიერთობები არის ძალიან მნიშვნელოვანი. გინდათ პირადი სასწავლო, გინდათ ბიზნეს საქმიანი, რაც მეტად ურთიერთობა სტაბილურია, მით მეტად ხართ წარმოდებული და პირიქით.
შეიძლება ახალი საინტერესო იდეებიც გაჩნდეს და ერთობლივი თანამშრომლობაც იყოს სამხრივ აბსოლუტურად მისაღები და პარტნიორული ერთი რამ აღნიშნეთ, რომ შეიძლება აი პარტნიორული ზეგავლენის ქვეშ აღმოჩნდეთ მეთოდ. და ამას შეიძლება ცოტა შეგიშალოთ ხელი. თუმცა გარეული განვითარების კუთხით პერიოდი ნამდვილად არ არის ცუდი. კვირის მეორე ნახევარში მაგალითად თქვენ გექნებათ სურვილი რომ დაეხმაროთ სხვადასხვა, მათ შორის მეგობრებს, ახლობლებს და ამიტომ დამატებით ვალდებულებებს აიღებთ საკუთარ თავზე. ეს ის პერიოდი, რომ სულისთან შეგიძლიათ შემოქმედებით ინჩის და უნარის კარგად გამოვლენა და შემოქმედებითი მუშაობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი ამ კუთხითაც. ყველს კარგია თქვენთვის 7 და 13 აპრილის დღეები და რიცხვები და არ ვარ 10 აპრილის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება მორიელის ზოდიაქოს ნიშნულ რაოდენობას, ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არამდგრადია და აქ თან გამძაფრდება უკვე ბრძოლა ძალაუფლებისათვის, გავლენის სფეროსათვის. ამასთან ერთად დაამშვანია, რომ აქ თქვენ გქონდეთ ხარდაჭერა პარტნიორთან მხრიდან, რათა ასე ვთქვათ შეინარჩუნოთ მათ შორის თქვენი რეპუტაცია და ადაპტაცია მოახდინოს სწრაფად იმ მოვლენებისადმი, რომელიც აქ სწრაფად შეიცვლება. მოდით რომ ეს ის პერიოდია, რომელსაც თქვენ ენერგოტონუსი რადგან დაბალია, ჯანმრთელობას გადაღლით. მოგეცათ საშუალება დაასვენეთ საკუთარ თავი და კარგად გამოაძინეთ. იმიტომ რომ შესაძლებლობები საქმიანი კუთხით უდაოდ გექნებათ, მაგრამ ამისთვის საჭირო ორგანიზმი იყოს მდგრადი და ფსიქოემოციურად მდგომარეობა იყოს სტაბილური. ყველს კარგი იქნება თქვენ და სხვაშორის დალაგებისთვის, მოსაწესრიგებლად თქვენი ცხოვრების, აზრებისა, საქმეებისა, აი ამ კუთხით ეს პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა ვიმეორებ, მთავარი ფაქტორი არის ჯანმრთელობა, რომელიც უნდა იყოს სტაბილური. მაშინ საქმიანი კუთხითაც თქვენ სტაბილურად წახვალ წინ და პირიქით. ყველს კარგია თქვენთვის 9 აპრილის დღე და ეს რიცხვი, არ ვარ გა 7, 11 აპრილის დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნულ რაოდენობას, ენერგოტონუსი მაღალი, ეს ნიშანი აქტიური, ენერგიულია, ლიდერია, კარგი ორგანიზატორია, ფრიად გონებამახვილია, ამიტომ ძალიან ბევრი სასკეთო საქმეების შესრულების შესაძლებლობა მოგეცემათ. პოზიტიური პერიოდია, პარტნიორული თანამშრომლობაც იქნება ძალიან კარგი, როგორც პირადი, ასევე საქმიანი პარტნიორული ურთიერთობა, თვით შეფასების კრიტერიუმი მატლობს გავლენის სფეროსაც განავითარებთ კი, მაგრამ კვირის მეორე ნახევარში ცოტა მეტი ყურადღება საჭირო, იმიტომ რომ აქ გაძლიერდება კონკურენტული ბრძოლა. შეიძლება ზოგიერთ ადამიანებთან, პარტნიორებთან მათ შორის გარკვეულმა პრობლემებმა იჩინონ თავი. მაგიდან გამომდინარე, ცოტა თქვენი სუსტრაფობა მოიმატებს, რის შედეგად შეიძლება გარკვეული იმპულსურობის ფონზე შესტოვებიც დაუშვათ. ამიტომ მეორე ნახევარი აფრევით ხოს ყურადღებას. კონკურსებში, ლატარებში მონაწილეობის მისაღებად, პირადი ურთიერთობებისათვის, შვილებთან კონტაქტებისთვის ძალიან კარგი პერიოდია, რომელიც ხელსგობს ასევე თქვენს პოპულარიზაციას და წინსვლას. ყველს კარგია თქვენთვის 8 და 13 აპრილის დღეები და რიცხვები და არ ვარ 10 აპრილის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. და რაც შეეხება უკვე თხის ზოდიაქოს ნიშნულ რაოდენობას, აღნიშნოთ, რომ ცოტა მეტი სიფრთხილე გმართებთ განსაკუთრებით კვირის მეორე ნახევარში საქმეებში, რომ აქ შესტოვების დაშვების ტენდენცია მაღალია. მithumetes თუ რაღაც სხვილ დავშოთ გარეგებებთან გაქვთ საქმე, სხვილ საგრებლებთან გაქვთ საქმე, აქ იყავით ყურადღებით, რომ ამას შეიძლება ფინანსური დანაკარგები გამოიწვიოს. ხელშეკრულებები შეიძლება ჩაიშალოს ამ პერიოდში, გარკვეული კონკურენტული ბრძოლა მოიმატებს. აი კვირის მეორე ნახევარი აფრევით ხოს ყურადღებას და ახლა თუ მეოსაც გავითვალისწინოთ, რომ იმუნიტეტი თქვენ დაბალია, ენერგოტონუსი დაბალია მთელი კვირას, იგი არ უნდა გადაიღალოთ. იმიტომ რომ გადაღლით და ზედმეტ ნერვიულობის ფონზე შესტოვებს მეტად დაუშვით. მოდი ესე ვთქვათ. თუმცა პირველი ნახევარი კვირის უფრო უკეთესია, მაგრამ შეიძლება რაღაც სასიაოვნო მოვლენები, ცვლილებები მოხდეს თქვენს სახლში. აი სხვილი საღირლებისთვისაც კი ეს პერიოდი კარგია. შეიძლება რაღაც საინტერესო პროექტები ჩამოყალიბდეს, დაიწყოთ კიდეც და კოლეგებიც, მეგობრებიც, პარტნიორებიც ჩაერთონ აქტიურად. საინტერესო შეხვედრები, ახალი ნაცნობობა, მგზავრობა მოგზაურობისთვისაც აი ამ მხრივ პირველი ნახევარი კვირისა უფრო კარგია და წარმატებულია. საკუთარ პრობლემებსაც კვირის პირველ ნახევარში უფრო ადვილად და კარგად მოაგვარებთ. ყველას კარგია თქვენთვის 9 აპრილის დღე და ეს რიცხვი და არ ვარ გა 7 და 11 აპრილის დღეები და ეს რიცხვებიც. მერწყულის ზოდიაქოს რაც შეეხება ენერგოტონუსი მაღალია, ეს ნიშანი დინამიური, აქტიური, ენერგიულია, პრომეტად გზნობს თავისუფლებას და აქ უფრო სპონტანური იმპროვიზაციის კარგი უნარი აქვს მას, უფრო კომფორტულად გზნობს თავს თვითრწმენა მატლობს, მრავალფეროვანი შეხვედრების კონტაქტებისთვის, საინტერესო ინფორმაციების
ინფორმაციის მისაღებად ძალიან კარგი პერიოდია ხელსკობს, იგი სხვა შორის სტაბილურ სასკვარლო პარტნიორულ ურთიერთობებს აქაც წარმატების ფაქტორი მაღალია, კვირის მეორე ნახევარი თქოს ცოტა მეტ ყურადღებას, რატო? არ გადაამეტოთ აქ თქვენ ძალაუფლებას. აი ამის ტენდენცია მატლობს, რის გამო შეიძლება აღმოჩნდეთ გარკვეული კონკურენტული ბრძოლის მოწინააღმდეგეების, მოშორნეების და ასე ვთქვათ სხვა სახის უსიამოვნებების წინაშე. დაამხრივოთ ცოტა ყურადღებით, რათა აი მთლიანობაში ეს ძალიან კარგი პერიოდი აი ამ მეორე ნახევარმა არ გააფუჭოს ესეთი დაპირისპირების შედეგად. ყველას კარგია თქვენთვის 11 აპრილის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 9 აპრილის დღე და ეს რიცხვიც. თევზების ზოდიაქოს რაც შეეხება ერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა ცოტა მეტად გაუფრთხილდით და გამოაწინეთ თავი და ნუ გადაიღლებით, მაშინ ნაყოფიერი იქნება თქვენი მოქმედება, რომელიც შეიძლება სხვა შორის თქვენი პოზიციებიც გააძლიეროს, არაერთი პრობლემა გადაწყვიტოთ. ეს ის პერიოდი, რომ მსვლელობისას შეიძლება მშვენი გამოცდილებაც მიიღოთ, თქვენი გავლენის სფეროს გაიზარდოს, ავტორიტეტი მოიმატებს ამის შედეგად, მაგრამ მეორე ნახევარი იყოს ცოტა ყურადღებით. იმიტომ რომ მოდი ამშვიდობთ, რომ რაღაც ზოგიერთმა თქვენმა შეიძლება საიდუმლო კავშირებმა საქმეთად იჩინონ თავი. ასევე ამშვიდობთ, რომ ამ პერიოდში გარკვეული შეცდომების დაშვების, შინაგანი შიშების წარმოქმნის, განცდების წარმოქმნის, ან რაღაცა სხვა მათ შორის ნეგატიური ტენდენციების ალბათობად, მათ შორის კონფლიქტების მატლობს, რომ მეორე ნახევარი კვირის უფრო ფრთხილად გავიაროთ. თუმცა პირველ ნახევრის კვირისა მაგალითად შეიძლება გამოჭებისოთ ფინანსური მდგომარეობა. და რაღაც დაუშვათ ადრეული საქმეებიდანაც კი მიიღოთ გარკვეული ფინანსური ბონუსები, რაც გასდის თქვენი წინასწრის პერსპექტივებს. ყველას კარგია თქვენთვის 10 აპრილის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 8 და 13 აპრილის დღეები და ეს რიცხვები. ამ ინფორმაციით საუბრით სურვილებით მეგისურვებ ბედნიერ კვირას, ამით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.